იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით მულტიდისციპლინური მიდგომა ბავშვთა ასაკის იშვიათი დაავადებების მართვაში. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით იშვიათი პედიატრიული დაავადებების მართვის საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას. აღსანიშნავია, რომ იაშვილის საავადმყოფო მრავალი წელია ხელს უწყობს ქართველ ახალგაზრდა ექიმებს ინტეგრირდნენ პედიატრიის ამ სფეროში მომუშავე ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრების სპეციალისტებთან. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ სიუჟეტი. დღეს განხილული იყო ისეთი დაავადებების მართვაში მულტიდისციპლინური მიდგომის მნიშვნელობა, როგორიც არის სხვადასხვა კუნთოვანი დისტროფიები, ნეიროგენული შარდის ბუშტი, აქონდროპლაზია, სპინა ბიფიდა. ძირითადი აქცენტი სწორედ მიდგომის აი ამ ტიპზე იყო, ვინაიდან იაშვილის კლინიკა ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში. ის გამოცდილება, რაც დაგროვდა პროგრამების მართვისას, სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მონაწილეობის თვალსაზრისით იყო სწორედ ძირითადი განხილვის საგანი და ფიქრობ, რომ იმ ექიმებმა, რომლებიც დაესწრნენ ამ კონფერენციას, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს თუ რა მნიშვნელობა აქვს მულტიდისციპლინურ ჯგუფს, როგორ უნდა განხორციელდეს ეს მართვა და რაც მთავარია, რა პრაქტიკული სარგებელი აქვს ესეთ მიდგომას, ესეთი დაავადებების მართვაში. ყავდა ძალიან საინტერესო სტუმრები რუმინეთიდან, ასევე შეხვედრას ესწრებიან იშვიათი დაავადებების მშობელთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იშვიათ დაავადებებთან მიმართებაში, რომ კლინიკური სფეროს წარმომადგენლებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდათ მჭიდრო კავშირი მშობლებთან, რათა იცოდნენ ინდივიდუალური საჭიროებები, არა მხოლოდ დიაგნოზების მიხედვით, არამედ ცალკეული პაციენტის მიხედვით. სწორედ ეს არის მულტიდისციპლინური მიდგომის ძირითადი არსი, როცა შენ შეგიძლია ერთი პაციენტის გარშემო გააერთიანო გუნდი, რომელიც მთლიანად მიმართული არის მართვის სტრატეგიის შემუშავებისათვის. ეს არის ყველაფერი ორიენტირებული უკეთეს გამოსავალზე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იაშვილის კლინიკის მაგალითი იქნება პირველი სტრუქტურირებული მიდგომის მაგალითი, რომელიც მოიკიდებს ფეხს ასევე საქართველოს დიდ მულტიპროფილურ კლინიკებს.